ჩვენი მეგობარია, როგორც თავში ვთქვით, დუგლაძეების ღვინის კომპანია. ღვინო რამდენად სასარგებლოა, ან რამე მნიშვნელოვანი თუა ზოგადად ჯანმრთელობას. ზომიერების ფარგლებში მე მგონი ღვინოც მით უმეტეს წითელი ღვინოც არის სასარგებლო, თუმცა ჩვენ ახლა იმ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ დღეს ახლა შაქრიან დიაბეტზე და განსაკუთრებით მოზარდებში გვაქვს ხოლმე ამ ალკოგოლის, პრობლემა რო გითხრათ ესეთი არა, მაგრამ მაინც ვაძლევთ გაფრთხილებას, მათ იციან, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული რაოდენობის მიიღონ ეს სასმელი, მაგრამ შემდგომ როგორ უნდა მოიქცენ, ანუ რას უნდა ველოდოთ, იქ შაქარი აიწევს, შემდგომ ხდება სწრაფი კლება მაჩვენებლების, ანუ როდესაც იცის როგორ მოიქცეს, ანუ მართვის მომენტები, საშიშროებას არ წარმოადგენს ზომიერი რაოდენობა. ბუნებრივია ზომიერება ალბათ მარტო ღვინოსთან კი არა, აბსოლუტურად ყველაფერში საჭიროა, ოქროს შუალედის დაცვა. ჩვენ გვაქვს ასეთი ღვინის რუბრიკა, სადაც ძალიან საინტერესო ფაქტებზე ვსაუბრობთ და საუბრის პარალელურად მინდა ასეთი არაჩვეულებრივი თან შავი ღვინო ბრძანეთ. ასეთი საფერავი გადმოგცეთ ჩვენმა მეგობრებმა დუგლაძეების ღვინო გამოვატანა თქვენთან და თუ გნებავთ აქ დავდოთ, გნებავთ მან დიდგას, როგორც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება. დიდი მადლობა ნამდვილად. ღვინოზე ყვებით ხოლმე საინტერესო, რაც ჩვენც ძალიან მოგწონს. იმდენი რაღაც გავიგეთ ახალი, რომ ერთ-ერთი რაც მე გამიკვირდა ჩემო ლადო. ამოუცნობი არ აქვს თურმე მეცნიერებს ღვინო ამოხსნილი. იმდენად ბევრი თვისება, რომელიც მეცნიერები ვერ ხვდებიან, რატომ ხდება ასე. ამოუცნობი ყოფილა თურმე მოკლედ ღვინოც. რაც უნდა გასაკვირი იყოს და იმას ვერ ხსნიან, რაც უფრო მუქი არისო, ღვინის შეფერილობა უფრო თბილი კლიმატი სადაც არის, იქ ხარობს იმ ჯიშის ყურძენი და რაც უფრო ღია ფერის არის, ცივი კლიმატისკენ. ამასაც ვერ ხსნიან, რატომ ხდება ასე. ერთ-ერთი ამოუცნობი თვისება. ასევე საინტერესო თვისება წავიკითხეთ ღვინის, რომ წონა ვახსენეთ და წონისკენ მიდრეკილება და თურმე ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ღვინოს, უფრო მიდრეკილი არიან სიმსუქნისკენ, ვიდრე ისინი, ვინც სვამენ. ოღონდ აქაც ზომიერებას და გავუსვათ ხაზით. ჩვენ არ ვამბობთ, მაგრამ მეცნიერების დათქვამია. ხო, რა თქმა უნდა, მეცნიერების. ღვინო, ეს ახლა ცალკე მეცნიერებაა, ნამდვილად. ღვინის წარმოება და ზოგადად ღვინოს სპეციალისტები ცალკე არსებობენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის აქაც ამ მიმართულებით. და საინტერესო იქნება კი თუ რაღაც ძველი ბერძენი ისტორიკოსი იყო ქსენოფონტე. ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში და კოლხების ღვინოს ეძახდა სურნელოვანს და საამოს. მაშინ როცა ძველი რომაელები კაიგემო რომ მისცემოდა ღვინოს, იმათ რა ყურძენი ჰქონდათ მე არ ვიცი. ნიორს ხალხს და ასეთ რაღაცებს უმატებდნენ თურმე და ეგრაიგოთ ქართველებს ისინი რას ჩადიოდნენ. კი, მოკლედ ასეთი მაგარი ღვინო გაქვს ქართველებს ოდისგან. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცის მოძიება შეიძლება თურმე და მოსმენებ თუ ბევრი რაღაცა მეც ახლა პირველად გავიგე რაც თქვენ. დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომ ასეთი საინტერესო ფაქტების მოძიებისკენ გვიბიძგეს და ღვინოზე ბევრი რაღაც გავიგეთ.